როცა ნორმალურია რაოდენობა არის ტესტოსტერონი ორგანიზმში, დამატებით მისი მიღება არის ძალიან ცუდი. ეს არის უფრო მეტად სპორტსმენების გასაგონად, ხო? იმიტომ რომ რამოდენიმე რაღაცას იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, იწვევს ასე ვთქვათ, სათესლე ჯირკვის ატროფიას. ანუ სპერმა ქრება და სათესლე ჯირკვალი წყვეტს ტესტოსტერონის წარმოქმნას. ძალიან მარტივი მექანიზმი არის, იმიტომ რომ სათესლე ჯირკვალა ტესტოსტერონი რო გამოყოს, თავის ტვინი არეგულირებს ამას. და როდესაც ხელოვნურად შეგვაქვს, ტვინი ხვდება რომ ბევრი არის ტესტოსტერონი და სიგნალს აგზავნოს რომ შეწყვიტე ამის გამოყოფა და თუ ჩვენ კიდევ აგრძელებთ ხელოვნურად შეტანას, ეს მუდმივად სიგნალია ამის შეწყვეტის და საბოლოო ჯამში ქსოვილი თვითონ ატროფიას განიცდის სათესლე ჯირკვლის. მაგიტომ არის რომ სათესლე ჯირკველი პატარავდება ხოლმე, აი კულტურისტებს რო ეძახიან იმ ხანს. კი, ნებისმიერი ვინც იღებს სტეროიდებს, ანუ რომ იცოდნენ რომ სტეროიდები არის ეს ტესტოსტერონი. და ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის უშვილობის. იმიტომ რომ ის ქსოვილმა თუ ატროფია განიცდა და სპერმატოზოიდებს აღარ წარმოქმნის.